და 2 ძრავით, რა თქმა უნდა, ამერიკული ნამდვილი 8 ცილინდრით. აი ამ წლებში იქნებოდა ნამდვილი ავტომობილები, ნამდვილი ამერიკული მასკლქარები და ზუსტად აი ასეთი განსხვავებლობით და გამორჩეულობით გაითქვა ამერიკულმა ავტომობილებმა სახელი. აი მაგ წლებში იქნებოდა ნამდვილი ლეგენდები. მე ამ ავტომობილს მივუახლოვდი თუ არა, შიგნით მოვთავსდი თუ არა, მაშინვე დამეუფლა ის გზნობა, რომ ამ ავტომობილის გარდა არც ერთი ავტომობილი აღარ მაინტერესებს. უბრალოდ შემიყვარდა. ახლა ხვდები რამხელა სიამოვნებას ღებულობდნენ ამერიკელები 70-იან წლებში. თუმე რას აკეთებდნენ ეს ადამიანები 50 წლის წინ. ბრავო ამერიკელებს. და ზუსტად მაგ წლებში 1970-იან წლებში ეს კონკრეტული მოდელი Chrysler New Yorker-ი აბსოლუტურად ყველა მასკლქარებს და სხვა ავტომწარმოებლებს უწევდათ არამხოლოდ კონკურენციას, არამედ ითვლებოდა ეს ავტომობილი ყველაზე luxury ქარად. მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩემი აზრია ესეთი. ამაზე კარგი ავტომობილი ამერიკელებს არ შეუქმნიათ. მაგ წლებში კი არა. უბრალოდ დღემდე ამაზე კარგი ავტომობილი ამერიკას არ შეუქმნია. არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მომენტში მე ამ ავტომობილს მართავ. ძალიან ბევრ ავტომობილთან მქონია შეხება, ძალიან ბევრ ამერიკულ ავტომობილთან მქონია შეხება. პირადადაც მქონია ამერიკული ავტომობილები, მაგრამ ეს სხვა დონეა. ეს არის ყველაზე მაღალი საფეხური, რაც კი ავტომობილებში შეიძლება შეგვდეს. კი გასაგებია, რეტროა, ძველია, დაბერდა, მაგრამ ეს ავტომობილი დღემდე გამოიყურება ისე, როგორიც გამოუშვეს ავტომწარმოებლებმა 1970 წელს. 3000 მბრუნავ მომენტზე აქვს 650 ნიუტონ-მეტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ავტომობილი არა მხოლოდ luxury ქარია, არამედ ძალიან მძლავრი ნამდვილი ამერიკული კუნთებია. I had a dream the other night when everything was still. I dreamed I saw Susanna coming down the hill. The buckwheat cake was in her mouth and a tear was in her eye. Says I am coming from the south, Susanna, don't you cry. Oh, Susanna, don't you cry for me, for I come from Alabama with my banjo and my knee. ეს ხომ ამერიკა, ამერიკელებს ხომ ყველაფერი დიდი მოსწონს, ამერიკელებს ხომ ძალიან გადაბერილი ავტომობილები მოსწონთ, ძალიან დიდი სიმძლავრე მოსწონთ, ძალიან დიდი ნიუტონები მოსწონთ და უზარმაზარი ინტერიერები მოსწონთ, რადგან სავარაუდოდ ამ ავტომობილით მოძრაობდნენ აი GTA-ში Big Smoke-ები და თავისი ბანდა. ძალიან პოპულარული იქნებოდა განგსტერებისთვის მაგ წლებში ეს ავტომობილი და გულგრილს არავის არ დატოვებდა, დარწმუნებული ვარ. ერთადერთი სიტყვი, რაც დისკომფორტი არის ამ შემთხვევაში, რამდენი ხანია ვმართავ ახლა ამ ავტომობილს და სამუხრუჭე სისტემა. ცოტათი რომ გაეთვალისწინებიათ რაღაცეები და ამხელა სიმძლავრის მქონე ავტომობილისთვის დაიმონტაჟებიათ უფრო დიდი სამუხრუჭე სისტემა, მივესალმებოდი მაგ ყველაფერს, რადგან ყველაფერი წყობშია, ყველაფერი ხარხულ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს სამუხრუჭე სისტემა არ არის საკმარისი, რათა ამხელა მასა გააჩეროს. იმ წლებში კეთდებოდა ყველაფერი. იმ წლებში კეთდებოდა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გერმანიაშიც, იაპონიაშიც და სხვა ავტომწარმოებელ ქვეყნებშიც. მაგრამ ამერიკა მაინც ყოველთვის გამორჩეული იქნება ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის და ნამდვილი მასკლქარების მოყვარულებისთვის. აი ეს უზარმაზარი ფორმები, ეს უზარმაზარი ძრავი, ეს უზარმაზარი ნიუტონები და ცხენიზალები, რაც იმ წლებში ჰქონდათ ამ ავტომობილებს. უზარმაზარ ძრავს გაუსვათ ხაზი. იმიტომ მოსწონდათ ეს უზარმაზარი ძრავები, რომ მათთვის საწვავი მეათე ხარისხოვანი იყო. მათ უნდათ რომ დიდი კუბატურის მქონე ძრავიდან ამოიღოთ მინიმალური ცხენიზალა და ეს ავტომობილები ყოფილიყვნენ ძალიან გამძლეები და მე ვფიქრობ, რომ მათ უნდათ რომ 50 წლის შემდეგ და 60 წლის შემდეგ და 100 წლის შემდეგ თავიანთი ნახელავი და ნამუშევარი ისტორიის ძალიან დიდი ნაწილი ყოფილიყო და მათ ნამდვილად შეძლეს ეს. ბრავო ამერიკელ ინჟინრებს. I come from Alabama with my banjo on my knee, and I'm going to Louisiana, my true love for to see. It rained all night the day I left, the weather it was dry. The sun so hot I froze to death, Susanna, don't you cry. Oh, Susanna, don't you cry for me, for I come from Alabama with my banjo on my knee.